და როგორც შეგვიდით დავბრუნდით და დავბრუნდით ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად, რომელსაც მაკო წარადგენს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, როგორც უკვე არაერთხელ ავნიშნეთ, არის რეჟისორი და ავინიონის ფესტივალის დირექტორთა საბჭოს წევრი ზურაბ შიოშვილი, რომელიც თავის ფანტასტიურ კოლექციასთან ერთად არის დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი. შესაბამისად, არნახულმა სილამაზე მოიყარა ჩვენ სტუდიაში. თავი კი ნამდვილად ჩვენი მაყურებელიც ხედავს უკვე ეკრანზე, ხედავს კადრებს. და აქვს საშუალება ჩვენთან ერთად შეაფასოს ეს სილამაზე. დილამ მშვიდობის პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და წინ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება, მაგრამ პირველ რიგში დავიწყოთ სწორედ ამ თემით, საერთოდ როგორ დაიბადა იდეა რომ ისტორიულ კოლექციებზე გემუშავათ. პირველ რიგში მადლობას გეტყვით მოწვევისთვის, მიხარია რომ ვარ თქვენი სტუმარი. რაც შეეხება იდეას, იცით ძალიან ბევრი წლების მანძილზე ადრე ხოლმე ვიყავი დაინტერესებული ამ კოსმოსით, უბრალოდ მომწონდა ვიზუალურად. შემდეგ ეს მოწონება რაღაცა ჰობიში გადაიზარდა, მაგრამ ყველა საინტერესო იყო ის, რომ მივხვდი, რომ ეს არის საჭირო, ასე ვთქვათ, ქვეყნისთვის, რატომ? იმიტომ რომ გვაქვს თეატრი, გვაქვს კინო, გვაქვს ხელოვნება, რომელიც ძალიან ძლიერი იყო ყოველთვის საქართველოში, მაგრამ ტრადიციები გარკვეულწილად იკარგება. ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ ტრადიცია შემონარჩუნებული იყო დღევანდელ დღემდე, იმიტომ რომ დაგჭირდეს და გააკეთო, ხო, უნდა იცოდე ამისი გაკეთებაც კი, მაგრამ სამწუხაროდ ხდებოდა ისე, რომ შეიძლება აკადემიაში სწავლობენ სტუდენტები, მაგრამ ისინი სწავლობენ ძირითადად წიგნებიდან, მაგრამ ჩვენ გჭირდებოდა და პრაქტიკაში ვერ ანხორციელებთ. ჩვენ გჭირდებოდა რეზულტატი, იმიტომ რომ საქართველოში რეალურად კეთდებოდა ადრე ძალიან ძვირფასი სამოსი ხო. ამიტომ დავიწყეთ ამ ტექნიკაზე მუშაობა, თუ როგორ უნდა დამზადებული იყო ეს და შეგვესწავლა ეს ტექნიკა ბოლომდე და აი გაჩნდა იდეა უკვე კონკრეტული კოსტიუმების შექმნის. ოღონდ არა ქართული წარმომავლობის. არა ქართულის. აქ გავაკეთეთ ესეთი რაღაც, ავიღეთ მთლიანი სპექტრი. ჩვენ ანუ დავიწყეთ ძველი ეგვიპტიდან და საინტერესო იყო ის, რომ თქვათ იგივე ნეფერტიტის კოსტიუმის შემთხვევაში, ჩვენ ავიღეთ ერთი ფრესკა, რომელიც არის შემორჩენილი კედრის მხატვრობა ნეფერტიტის, სადაც ჩანს სამოსი და გვაქვს მეორე, სადაც არის ნეფერტიტის თავი, რომელიც არის ბერლინის მუზეუმში და ეს ორი გავაერთიანეთ და აქედან ხო, ამის მიხედვით ვიხელმძღვანელეთ. ამ შემთხვევაშიც პრაქტიკულად ესე მოხდა, აქ არის ერთი წითელი კოსტიუმი მამაკაცის, ხო, კარლ მეცხრის, რომლის პორტრეტიც არის შემონახული ლურში კიდია ეს პორტრეტი, სადაც არის ნაჩვენები ეს კოსტიუმი. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევთ პერსონაჟს, რომლის კოსტიუმიც უნდა შექმნათ, იმის მიხედვით ხელმძღვანელობთ ძირითადად, რამდენად საინტერესოა თუ ამას ერთვის, რამდენად არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც შეძლებთ თქვათ ამ კოსტიუმების აღდგენას. ალბათ თანხვედრა უნდა იყოს. თანხვედრა უნდა იყოს, იმიტომ რომ მონაცემები ამისი ძალიან მწირია, ხო, ერთადერთი ძველი პერიოდი შეიძლება ჩვენ მხოლოდ მხატვრობა გქონდეს გარკვეული ტიპის, მაგრამ უნდა იყოს თვითონ პერსონაჟი საინტერესო, გარკვეულწილად უნდა ის სამოსი გამოხატავდეს მეტნაკლებად იმ ეპოქას, იმიტომ რომ გინდა არ გინდა გარკვეული ეკლექტურობა მაინც შენ თვითონ შეგაქვს, იმიტომ რომ პორტრეტებზე, ტილოებში ხდები ისეთ დეტალებს, რომელიც ეს არის მხატვრის ფანტაზია და რეალობაში ის იმ ფორმით ვერ იარსებებდა, ფიზიკურად ვერ ჩაიცმევდა ან ვერ მოიხმარდა, ხო? ამიტომ გიწევს შემდეგ აი აქ მოძებნა გზის მოძებნა, როგორ შეიძლება ეს გახდეს ნამდვილი. ახლა ეს კოსტიუმები ისეთია, რომ უყურებ, ხო, ნუ დაამშვენებდა ნებისმიერ ისეთ ისტორიულ ფილმს. აი მაგალითად საქართველოს კონკრეტულ მაგალითზე რო ავიღოთ. ესენი კეთდება ხელით. ეს არის ხელით ნამუშევრები. აი ეს არის ხო, ეს არის სულ ხელით ნაკეთებული. მაგრამ იმისთვის რომ ესეთი ნამუშევრები გამოვიყენოთ ფილმისთვის, ან რაღაცა დაკვეთა მიიღოთ, რამდენად შესაძლებელია, იმიტომ რომ აი ფასიდან გამომდინარე, რამხელა რესურსი მიდის, რამხელა დრო მიდის, რომ აი ხა თქვენ რო შეკვეთა მიიღოთ, თქო, აი ფილმიდან, ხო? დაახლოებით ალბათ რამოდენიმე თვე დაგჭირდებათ, ხო, ერთი 20-30 კოსტიუმი რო შეკვეთეთ. იცით, აი ესეთ რაღაცას გეტყოდით, რომ ჩვენ გავაკეთეთ პრაქტიკულად სრულყოფილი ექსპერიმენტი, როდესაც ამ კოსტიუმებს ვაკეთებდით. თავიდან იდეა იყო მხოლოდ კოლექციის შექმნა კოსტიუმების. შემდეგ როდესაც ხედავდით რეზულტატს, გადავწყვიტეთ ეს გაცოცხლებული იყო და გავაკეთეთ ასეთი რამე მარჯანიშვილის თეატრში. გავაკეთეთ სპექტაკლი კალდერონის ცხოვრება სიზმარია, სადაც ეს უნდა გაცოცხლებული იყო და პრინციპი იყო ასეთი, არანაირი დეკორაცია, მხოლოდ კოსტიუმი. რეალურად ამან მოგცა რა, დათქმული იყო კონკრეტული ვადა პრემიერის, თქვათ და დასაწყისი დღე, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა და რამდენად ეს დროში იქნებოდა მოსახერხებელი, შესაძლებელი ამის განხორციელება. და დაახლოებით 6 თვე დაგჭირდა მიუხედავად აი ამ კოლოსალური ნამუშევრისა, იმიტომ რომ აი ერთი კოსტიუმი რო აიღო, ამას 6 თვე არ ყოფნის ცალკე აღებულს, მაგრამ პრინციპი ქონდა ესეთი, რომ კოსტიუმი ეწყობოდა ნაწილ-ნაწილ, როდესაც ერთი ნაწილი იყო შეკერილი, ის იქარგებოდა პარალელურ რეჟიმში, სანამ კეთდებოდა მეორე ნაწილი და აი ესეთი სისტემი. თელი ტექნოლოგია შეიმუშავეთ, რომ ეს ყველაფერი მოვახერხეთ კი, რომ აი ექსტრემალურია მაინც 6 თვე ესეთი ნამუშევრისთვის, იმიტომ რომ მინდა ხაზი გაუსვა, აი აქ რასაც ხედავთ, ეს ყოველთვის არის ურთულესი ტექნიკა
დანაქარგობის, იმიტომ რომ ეს არის დაწნულიც და არის ზედამოქარგულიც, რომელიც შეასრულა უნიკალურმა ადამიანმა, იახიმ შიაშვილმა, რომელიც აი საოცრებებს აკეთებს, ისეთი ხელი აქვს. აი აქაც ტექნიკა არის ძალიან რთული, ახლა რომ დააკვირდეთ, იმდენი დეტალია გამოყენებული ამ კოსტიუმში. ხო, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, ესე რომ უყურებ, მაგრამ კიდე ბოლომდე ვერ აღიქვამ თუ რამდენი პატარა დეტალისგან შედგება, რა თქმა უნდა. ფილმისთვის, ფილმებისთვის ალბათ ეს ძალიან დიდი ფუფუნება იქნება. ალბათ სწორედ ამიტომ ხდება, რომ ბევრ ფილმში მაყურებელმა არც იცის, ისე გამოყენებულია ხშირ შემთხვევაში არანამდვილი, ვთქვათ, იგივე შეყვარებული შექსპირი, იქ როგორც ვიცით, მხოლოდ რამდენიმე კოსტიუმი არის რეალური, დანარჩენი რაღაც გვატყუებენ ცოტა, ხო, გამოყენებულია დეკორაცია თუ არ ვიცი როგორ ქვია, აპლიკაციების მარტივად გაკეთებული. იცი და ესეც საამაყო ფაქტი მაინც მინდა გითხრათ. ეხლა პრინციპი თქვი უკვე თავიდანვე, რომ რეალურად ეს იყო ის, რომ ქვეყანას გქონოდა ღირებული მასალა. ეს იყო ძირითადი. პრაქტიკულად თქვენ გაქვთ ექსკლუზივი, იმიტომ რომ 2001 წლის მერე ეს თვალით არავის არ უნახავს, გარდა იმისა, რომ ევროპის უდიდეს მუზეუმებში აქვს ამაზე მოწვევა გაკეთებული. მაგრამ ნახეთ თქვენ თვითონ ახსენეთ შეყვარებული შექსპირი, ეს არის ფილმი, სადაც ბოლო წლებში და ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ და ამეთანხმებით ეს ფილმი, ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმები შეიქმნა ისიც მხოლოდ ჯუდი დენჩისთვის, ელისაბედისთვის, რომელიც გაიყიდა კერძო კოლექციებში და რამდენადაც მე ვიცი, თითოეული კაბა გაყიდულია 12 მილიონ დოლარად, იმდენად ძვირად არის შეფასებული. მაგრამ ფილმმა მოიპოვა რა, აი ამ ერთი პერსონაჟის კოსტიუმებმა პრაქტიკულად ფილმში შექმნა სრული ანტურაჟი იმისა, რომ მაყურებელს გაგიჩნდეს განცდა იმისი, რომ ეს არის ძალიან დიდრული ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი კოსტიუმები არც ეფექტურია. იგივე პრინციპი შეიძლება გქონდეს ჩვენც ხო ქართულ კინოში. და უფრო მეტიც შეგვიძლია უცხოური ფილმები მოვიზიდოთ, როგორც სამზარეულო, ანუ საქართველოს და შევქმნათ პროდუქტი, რაც ძალიან საინტერესოა. იყოს ბაზა ჩვენთან, ხო? რასაკვირველია, რატომაც არა ავსტრალია, კანადა, ძალიან ბევრი ქვეყნები მუშაობენ ასე, სადაც ჩადიან ჰოლივუდიდან და ევროპის კინოდან და ქმნიან ფილმებს. როგორც ჩვენთან ახლა დაიწყო მაგალითად ბუნების გამოყენება, ხო? ხო, ბუნების გამოყენება, თუმცა ესეც უკვე არის მიღწევა, კი. ხო, რა თქმა უნდა, მიღწევა და. იმიტომ რომ მე სხვა ტიპის დაინტერესებაც მოაქვს ამ ყველაფერს. თანხები ვახსენეთ, ხო? აი თქვენ თვითონ რა გიჯდებათ, ან რა გიღირთ, რომ ერთი კოსტიუმი შეკეროთ ან გაყიდოთ? იცით რა, აქ რეალურად გააჩნია მასალას, რამდენად ძვირადღირებულია, იმიტომ რომ არის ესეთი მომენტი, ხა, როდესაც კოსტიუმს ქმნი, მასალა გინდა რომ იყოს განსაკუთრებული, ხო, განსხვავებული და ეს არ მეორდებოდეს სხვაგან. ერთი ეს, მეორე თვითონ ნამუშევარი, რასაც ეს ადამიანები მუშაობენ, როცა ასრულებენ და მთლიანი მხატვრული ღირებულება კოსტიუმის რა გამოდის შედეგად. მე მქონდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ევროპიდან დამკვეთს ორი კოსტიუმი იყო ესეთი, სამწუხაროდ ეს კოსტიუმები დაგვეკარგა, გამოდის იმიტომ, რომ ის მათი საკუთრება და საწავიდა ეს ხალხი აღარ ვიცით, მაგრამ მათთვის რამოდენიმე 1000 იყო, აი ძალიან მინიმუმი ასეთი ტიპის, ну დაახლოებით 10000-მდე გულისხმობ, იყო ძალიან მინიმუმი ასეთი კოსტიუმისთვის, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელია, რომ ევროპაში სადმე ვინმე გააკეთებინოს და სახში დაიდოს, იმიტომ რომ იქ ეს ძალიან ძვირი ფუფუნებაა. აი 2008 წელს ბიენალეზე უნდა წარადგინეს საქართველოს ხო ამ კოსტიუმებს და რა მოხდა? რამ შეუშალა ხელი? 2008 წლის პროექტი იყო ძალიან საინტერესო და გეტყვით რატომაც. იქიდან გამომდინარე, რომ ავინიონიდან გამომდინარე, მაქვს კარგი კონტაქტები, მე გადავწყვიტე მაშინ, რომ კიდევ ერთი საჩუქარი გამეკეთებინა, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისთვის და რა, რომ ბიენალეზე მაქსიმალურად წარმოგვეჩინა, აი ძალიან დიდად ეს ქვეყანა, იმიტომ რომ იყო რთული წელიწადი, ყველას ეს გვახსოვს და გვჭირდებოდა გარკვეული ტრიბუნა, ხო, რეალურად და ტრიბუნა ყოველთვის კარგია იქ, სადაც არის ხალხმრავლობა, სადაც არის მედია, ხო, სადაც არის სოფლიო ყურადღება. და გავაკეთეთ ასეთი რამ ეს გამოფენა უნდა ყოფილიყო არა რომელიმე პავილიონში, არამედ ჩვენ გქონდა ბედნიერება მოვლაპარაკებოდით ბიენალეს დირექტორს და ასევე ერთ-ერთ სასახლეს და ანუ მოჩენიგოების სასახლეში, სადაც ბაირონი ცხოვრობდა და ქმნიდა თავის ნაწარმოებებს, უნდა ყოფილიყო ეს გამოფენა. და ზუსტად დავამთხვიეთ სპეციალურად აგვისტოსთვის, თუმცა მაშინ არც ვიცოდით აგვისტოში ჩვენ წირა გველოდებოთ, აგვისტოს დავამთხვიეთ, იმიტომ რომ იქ ოქროს ლომის დაჯილდოება იმართება და ეს არის აი განსაკუთრებული ეპიცენტრი ხო ევროპაში იმ პერიოდში. თან ვენეციას ახასიათებს ეს თავისებურებები, რომ იქ იკეტება ეს ქალაქი, სპეციალური საშვებია, ფეხით დადის ყველა და ეს არის უნიკალური საშუალება ამისა, მაგრამ მაშინ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ სამწუხაროდ კულტურის სამინისტრომ აღარ განახორციელა ეს პროექტი, ანუ ბოლომდე მიყვანილი, მიუხედავად ყველა მოწვევისა, რაც კი არსებობდა და ეს იყო ძალიან სასახელო ქვეყნისთვის.
თან დაემთხვა აგვისტოს ომი და მაშინაც კი მქონდა შეთავაზება, რომ მოდი გავაკეთოთ ბოლომდე. იმიტომ რომ დღეს შეგვიძლია, როცა გვჭირდება მივიზიდოთ ყურადღება, ჩვენ გვაქვს ეს უნიკალური შანსი, მაგრამ იცი და სამწუხაროდ ჩვენთან არ არის ის დაწესებულება კულტურის სამინისტრო, რომელიც რეალურად თავის ფუნქციას ასრულებდა ხოლმე არა მხოლოდ წინა წლებში, არამედ აი რაც თავი მახსოვს ყველა ხელისუფლების დროს. ეს იყო ყოველთვის ყველაზე მოდუნებული, ყოველთვის მოშვებული და რაღაც აი იცით რა, არ შეიძლება მხოლოდ ცეკვით და ხალხური სიმღერით ვიცით რომ ეს არის საგანძური, მაგრამ ეს არის ჩვენი წარსული. ჩვენ გვჭირდება მომავალი. რა თქმა უნდა. ბუნებრივია. გარდა ძველი შენარჩუნებისა და ისტორიულად და ჩვენს წარსულს უნდა დააპდეითება. დააპდეითება კი არა, იცით რა ხდება? აი, ჩვენ თუ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, ლოგიკური კითხვა ჩნდება, ხო, რომ როდესაც იქნება ჩვენი მომავალი თაობა და მოიხედავს უკან, ისევ იქიდან კი არა, რაღაცა ცოტა ჩვენითაც უნდა იამაყოს, ბუნებრივია, ხო? ხო არ შეიძლება 3000 წლის წინანდელი ცეკვით, რომელიც უნიკალურია, ეს ძეგლია, მაგრამ ჩვენც რაღაც შეგვიძლია ხო შევქმნათ. წელს რაღაც ეხა მაქვს იმედი იმისა, რომ გვაქვს ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალგაზრდა. ძალიან გამიხარდა ის ეს კულტურას ეხება, როდესაც გაჩნდა პროექტი ხევსურეთზე, სადაც აი ძალიან საინტერესო კუთხეა და ეხლა აპირებენ რეაბილიტაციას, რომ გზა იყოს მისასვლელი, ჩასასვლელად იყოს იოლი, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური ადგილი, ხო? მაგრამ იმედია პირველ ყოფილ ხო სახეს არ დაკარგავს. იმ სახეს არ დაკარგავს, მაგრამ იცით, ის სახე ისედაც იკარგება თუ ფიზიკურად იქ ვერავინ ჩავიდა და დაინგრა, ხო? მაგრამ ეს ტენდენციები გაჩნდა. ეხლა წარმოიდგინეთ, საფრანგეთის კულტურის სამინისტრო მიგზავნიდა ხოლმე თხოვნებს, რომ იქნებ რაღაც გვირჩიოთ ესა და ეს პრობლემა გვაქვს და რაღაც ერთობლივად გადავწყვიტოთ საკითხი. ჩვენთან არავის არ უნდა რანაირი აზრის მოსმენა, მაგრამ რეალურად შედეგი გვაქვს რა. ეს რატო უსახავს ამ კოლექციას? დღეს გახდა ცნობილი ფართოდ, ხო? ძალიან ბევრი კარგი რესურსი გვაქვს ქვეყანაში და ჩვენ ვაღარც სულ მოზაფრულები ვართ თითქოს არაფერი ხდება, არაფერი საინტერესო არ არის, მაგრამ პოტენციალი ქვეყანაში. ცოტა სიახლეების გვეშინია თითქოს, ძალიან დიდი. შეიძლება, შესაძლოა, რატო გვეშინია? ხო, ჩვენ ხო ვართ უკვე 21 საუკუნე დაიწყო კარგახანია. რაღაცა 21 საუკუნის უკვე 14 წელია დაიწყო. ხო, აი რაღაც ისეთ. მე მგონი დროა, ხო, რაღაცა ვირბინოთ, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო სწრაფად დადის და ჩვენ მე მგონი ჩვენ ძალიან ნელა დავდივართ და ჩვენ ჯობია გავიქცეთ. ხო, რაღაცა გავიყინეთ დროა და გავიქცეთ. ისევე თუ რამე დაგვჭირდება უცებ, ქართულ რეალობაში არის ის, რომ უნდა დაურეკოთ რომელიღაცა ხორეოგრაფიულ ანსამბლს, კიდე იქ ვიღაც გუნდს და უთხრათ უკვე მე არ ვიცი მე რამდენეთ ვიღაცას, რომ იცი, აი ეს არის ჩვენი კულტურა. არ არის ეს მხოლოდ ჩვენი კულტურა. ჩვენ ამის შემდეგ მთელი საუკუნეები უნიკალური კულტურა შევქმნით და უნდა გავაგრძელოთ ეს. ვალდებული ვართ პრაქტიკულად. მოდით თემას დავუბრუნდეთ. ეს ძალიან კარგი გადახვევა იყო და საჭირო, დროული და ზუსტი. მოკლედ აი ესეთი კოსტიუმები, არაჩვეულებრივი კოსტიუმები გაქვს შექმნილი, ოღონდ ეს არ არის კონკრეტულად ქართული, ხო, რაღაცა ტრადიციული და ხო არ ფიქრობთ რომ რამე ესეთი კოსტიუმი გააცოცხლოთ, აი მაგალითად თემატური გადასვლა იყო პრინციპში. თამარ მეფის კოსტიუმი გააცოცხლოთ. ეს იდეა არსებობს, ოღონდ ამ იდეას ჭირდება დამფინანსებელი. იმიტომ რომ არ არის ესე მარტივი ამის გაკეთება, მე ვფიქრობ უკვე დიდი ხანია რომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ორი უნიკალური კოსტიუმი, რომელიც არ გვაქვს. მაგრამ გვაქვს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ხატრობა არსებობს. ეს არის თამარ მეფის კოსტიუმი, იმიტომ რომ რამოდენიმე ფრესკა გვაქვს და არის დავით აღმაშენებლის, რომელიც ასევე არის ძალიან საინტერესო. სამწუხაროდ ეხა ეს ორი მაინც თუ გაკეთა, კარგი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ სხვა ისტორიული პერსონაჟები არ არიან ისე კარგად შემონარჩული კეთის მხატვრობაზე, ვიდრე ეს, ხო. აქ არის ძალიან დიდი. ანუ იქ თავიდან ბოლომდე იმპროვიზაცია, ფანტაზია და ეს უნდა ჩაერთოს, ხო, სხვა პერსონაჟებზე და აქ გიწევს გარკვეული რესტავრაცია. აქ მიუხედავად იმისა, რომ თამარის ფრესკებიც კი დაზიანებულია, მაქსიმალური შანსი არსებობს და იცით რა, რაღაცა ჩვენი ნაციონალური კოსტიუმები რაც არის, თუნდაც ქორეოგრაფიაში რასაც ვიყენებთ, ეს ძალიან კარგი მხატვრების შექმნილია რეალურად. ამაზე მუშაობდა სოლიკო ვირსალაძე და ძალიან ბევრი საინტერესო მხატვარი, რომელმაც ფაქტობრივად სოლიკომ შექმნა ეპოქა და ჩვენ უგონია რომ ტრადიციული კოსტიუმია, ის რეალურად შექმნილია რამოდენიმე ათეული წელი. აი რაც ჩვენი ეთნოსია თითქოს აი რაღაცა ძირძველი საიდანღაც მოდის, ეს სინამდვილეში არის სულ ახალი. ეს კიდე ერთხელ უსვამს ხას იმას, რომ არასდროს არ უნდა გაჩერდა და მუდმივად სიახლე უნდა მიიღო და ანუ ნიჭიერმა ადამიანმა შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც თანამედროვე ადამიანისთვის არის ხორცა, რომ გონია ის რომ არის რაღაცა წინაპრების, კი. ეს გონია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თამარ მეფეს კოსტიუმს გასაცხლებულს ძალიან მალე ვნახავ თქვენი შესრულებით და არა მარტო მას აღმაშენებულსაც, იმიტომ რომ რაღაც მხრივ სასიამოვნო და საინტერესოა. იცი, უნდა იყოს, იმიტომ რომ მარტო არ უნდა ვთქვათ, რომ თამარ მეფე ყავდა, რაღაცა უნდა იყოს და მე შეიძლება 20-30 წლის მერე ვიღაცას ეგონოს, რომ აი
ეს კონკრეტულად თამარ მეფეს ეცვს და თუნდაც ვეფხის ყავოსნის თავარია, რომ ეგონას მაგრამ გასაგრებული თავარია იქნება. იყოს, ხო? ხო, თავარია იმიტომ იყოს. იმასაც რეალურად დავკარგავთ საბოლოო ჯამში, ხო? რაღაცა ტრადიციები გჭირდება შევინახოთ. არის კარგი ტრადიციები, რომელიც უნდა შევინახოთ. აუცილებლად. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ იმისთვის რომ ესეთი საინტერესო სტუმარი იყავით ჩვენთვის და და ესეთი საინტერესო აუცილებლად როგორც კი ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა თქვენ როგორც კი რაღაცა სიახლე გექნება თქვენს კარიერაში აუცილებლად მობრძანდით ჩვენთან ჩვენ სიამოვნებით მიგიღებთ გაგიღებთ კარს იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის ჩვენ კი მაყურებელს ვემშვიდობებით და გეტყვით რომ რა ვიცი გვიყურეთ ჩვენ და ჩვენ კი თქვენს პოზიტიურ განწყობაზე ვიზრუნებთ იმედია ეს პოზიტიური განწყობა რომელიც ამ 2 საათის განმავლობაში მიიღეთ გაყვებათ მთელი დღის მანძილზე წარმატებულ დღეს გისურვებთ ჩვენ ერთმანეთს უკვე ზეგ შევხვდებით ასე რომ დროებით დროებით